მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე კასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიდია. ვფიქრობ დღეს ძალიან ბევრი მშობლისთვის და ზოგადად მოსახლეობისათვის საინტერესო თემაზე შემოგთავაზებთ საუბარს ჩვენს გამორჩეულ სტუმართან, პედიატრ ნანა რურუასთან ერთად, ვინაიდან ორგანიზებული ბავშვების პრობლემა ნამდვილად საგანგაშო ხდება ჩვენს საზოგადოებაში. ქალბატონო ნანა, მოგესალმებით და მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა, მაინც გვეწვიეთ, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ. თქვენ მადლობა მუდმივი ინტერესისთვის. თქვენ უკვე ჩვენი გადაცემის მეგობარი ბრძანდებით, ჩვენ ზოგადი საუბარი გქონდა თქვენთან ერთ-ერთი შეხვედრისას, მაგრამ დღეს ძალიან ფოკუსირებული მინდა იყოს ჩვენი გადაცემა და როგორც უკვე შესავალში ვახსენე, ძირითადად მინდა იმ ბავშვებზე ვისაუბროთ, რომლებიც საბავშვო ბაღებს და ბაღაბაღებს და თუ სკოლებში მიყავთ მშობლებს, ეხლა ეს უკვე საშემოდგომო პერიოდია და აქტუალური გახდა ეს თემა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ის საინფორმაციო საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ჩვენი ექიმების ისეთივე მნიშვნელოვანი მოვალეობაა, როგორც ზოგადად ექიმობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ალბათ დროული იქნებოდა. რა უნდა იცოდეს დღეს ერთის მხრივ მშობლებმა, მეორეს მხრივ პედაგოგებმა, იქნება ეს ბაღაბაღის პედაგოგები თუ სასკოლო პედაგოგები და ასევე სასწავლო ბავშვთა სასწავლო აღზრდობითი დაწესებულებების მედპერსონალმა. ქალბატონო ეკა, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. დიახ, პირველი ამბავი ის არის, რომ ექიმის მოვალეობებში ნამდვილად შედის მშობლის ინფორმირებულობა. გარდა სამედიცინო ნაწილისა, გარდა დიაგნოზის დასმისა, ანამნეზის აკრების, მკურნალობის დანიშვნის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ნორმალური მედიცინის დარგის სპეციალისტის კონსულტაციის შემადგენლობაში განიხილება მშობლის განათლება. ხო, აუცილებლად ეს არ ეხება მხოლოდ იმ დიაგნოზის ახსნას, რომელსაც ექიმი სვამს და ვალდებულია სხვათა შორის ექიმი, რომ ძალიან მარტივ ენაზე, მშობლისთვის გასაგებ ენაზე, განუმარტოს დიაგნოზი, რას ეფუძნება, როგორი არის ტაქტიკა, როგორია ექიმის ტაქტიკა, მკურნალობის ტაქტიკაც და ვთქვათ, რას ვაკვირდებით, როდის უნდა მომართოს. ეს ყველაფერი ანუ მშობლის ინფორმირებულობა ზოგადად ერთ კონკრეტულ შემთხვევაშიც და საზოგადოების ინფორმირებაც ნამდვილად შედის ექიმის ჩვეულებრივ ვალდებულებაში, ხო? და რასაც ხშირად ხვდებით, რომ ეს კომპონენტი თითქოს ნაკლებია ჩვენს საქმიანობაში. რაც შეეხება საზრდელო ანუ ბაღაბაღებს და სკოლებს, აქაც ძალიან ბევრი საქმე არის, ვფიქრობ, საკეთებელი და პირველ რიგში უნდა ინფორმირებულები იყვნენ მშობლებიც, თუ ჩვენ საუბრობთ მომზადებაზე ზამთრის სეზონისთვის, პირველი ეს არის ჩამოსვლის შემდეგ ალბათ უმჯობესი იქნება ექიმთან ვიზიტი, რომ დაიგეგმოს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არის თუ არა. ჩვენ ვიცით, რომ შემოდგომა ზამთრის პერიოდი, განსაკუთრებით ბევრი არის ვირუსული ინფექციები და პედიატრთან ვიზიტი ამ შემთხვევაში გულისხმობს ბავშვის ჯანმრთელობის სუსტი ადგილების გავლას და დაგეგმვას, როგორ უნდა მოვემზადოთ შემოდგომა ზამთრის სეზონისთვის. ეს იქნება მაგალითად ზაფხულის სეზონის შემდეგ პარაზიტების მოვლას, პროფილაქტიკის ჩატარებას, კვლევას, კუჭნაწლავის ინფექციებიც, რესპირაციულიც და არა, ზოგადად ზაფხულის შემდეგ მატულობს ხოლმე მეტად შედარებით მატულობს, ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ ბავშვები გარემოში მეტ დროს ატარებენ ხილთან და ვასკულთან. თქვათ, აუცილებლად გასათვალისწინებელია ჭიებით ინვაზიის რისკის შემცირება ან მკურნალობა. მეორე, რაც შეეხება დიახ შემოდგომა ზამთრის სეზონისთვის მზადებას, აუცილებელია შეირჩეს მით უფრო მოწყვლადი ჯგუფები და დაიგეგმოს სეზონური ვაქცინაცია, ეს აუცილებელია, სავალდებულოა და ამერიკული კალენდრის მიხედვით 18 წლამდე ასაკში გახდა სრულად სავალდებულო, სეზონისთვის მომზადება გულისხმობს ამას. როდესაც პირველად შედის ბავშვის ან საბავშვო ბაღში, ან სკოლაში, აუცილებელია კიდევ ამბობ მისი ჯანმრთელობის შეფასება, იმიტომ რომ ბაღში შესვლა ყოველთვის უკავშირდება ვირუსული ინფექციების რაოდენობის მატებას და ამის შესახებ მშობელიც უნდა იყოს ინფორმირებული, სასწავლო დაწესებულებაც უნდა იყოს ინფორმირებული, როგორ დავიცვათ პრევენცია, როგორ გავაკეთოთ. ესენი ყველაფერი უნდა იყოს გავლილი და განხილული და მეორე, რაც ვფიქრობ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის ფსიქოლოგიური მზაობა.
ფსიქოლოგიური მზაობა ბავშვის ბაღში შეყვანის დროსაც, სკოლაში შეყვანის დროსაც, სკოლაში შეყვანისთვის საერთოდაც თუ მეთვალყურე პედიატრი არსებობს და არის საეჭვო მზად არის თუ არა ბავშვი მაგალითად სკოლაში შესასვლელად, ცხადია არსებობს და ეხლა გავრცელდა და ძალიან მიხარია რომ ეს გავრცელდა მასობრივად არის სკოლისთვის მზაობის ტესტი და საეჭვო შემთხვევებში შეიძლება რომ შეფასდეს ეს ტესტიც. მოკლედ მე ვფიქრობ რომ უნდა მომზადებული იყოს კომპლექსურ შეფასებაზეა საუბარი, მენტალური, ფსიქოლოგიური, ზოგადად ფიზიკური და ასევე რა თქმა უნდა რესპირაციული თუ სხვა ტიპის ინფექციების რისკების დათვლა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით კარგად რომ ყველას ერთნაირი რისკი არ აქვს, ხო? ბავშვები არსებობენ პრობლემური ჯანმრთელობის მდგომარეობებით, რომლებშიც რისკი მაღალია და იმათ სპეციფიური დაცვა ჭირდებათ და არსებობენ ნორმალური ჯანმრთელობის მქონე, სადაც შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ სეზონური ვაქცინაციის საჭიროება და დანარჩენი ზოგადი პრობლემები მომზადებისთვის, რაც ეხება საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ. ქალბატონ ანა, ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შესავალი გავაკეთეთ, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს პედიატრის და მშობლის ვალდებულებას უკავშირდება და მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ რომ ეს არ არის მხოლოდ პერსონალური პასუხისგებლობის საკითხი. ანუ ჩვენ უკვე გადავედით რაღაც სისტემურ, ანუ ჯანდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროს ალბათ კოლაბორაციულ, ორგანიზაციულ მზაობაზეც, რომელსაც უნდა ქონდეს ალბათ რაღაც გარკვეული პროტოკოლი, რაც თქვენ უკვე ბრძანეთ, რაც ავალდებულებს გარკვეულწილად ალბათ სასწავლო დაწესებულებას, რომ ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე მიიღოს მithumetes პირველად თუ მოდის ბავშვი და როგორც თქვენ ბრძანეთ, გარკვეული შეფასების ტესტიც გაიაროს. ნუ ეს ალბათ უკვე დამტკიცებულია, ხო? რაღაც დოკუმენტურ დონეზე ვინ უნდა ჩაატაროს, როდის უნდა ჩაატარდეს, თუ შეფასდება რომ არ არის მზად, როგორ უნდა მიეწოდოს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს გარკვეული სტრესია ხა, როგორია მე მოვემზადე ბავშვს, ფორმა ყველაფერი, რა ვიცი, წიგნები მოუმზადე და უცებ მეუნებიან რომ მზაობა დაბალია და სასურველია მომავალ წელს შევიყვანო ბავშვი სკოლაში თუ თუნდაც ეგრეთ წოდებულ სკოლამდელ პრესკულს რო ეძახიან ახლა მოსამზადებელ ასე ვთქვათ ჯგუფში. ანუ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ბავშვის იმუნიტეტი აღმოჩნდა სუსტი, თუ გამოვლენდა რაღაცა დაუშვათ ქრონიკული ან იმ წუთის მწვავე დაავადება და თუ მithumetes ფსიქოლოგიური ან მენტალური ჯანმრთელობის შეფასებისას, ნეიროემოციური დაუშვათ განვითარების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ეს მზაობა ჯერჯერობით არ დამდგარა. იცით რა? ანუ სთავაზობენ ამის დასაჩქარებლად რამე თერაპიებს. ძალიან ხშირად ჩვენ პირადად გვისაუბრია და ეთერშიც გვისაუბრია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ბავშვს ყავდეს მეთვალყურე ექიმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ? წესით, როდესაც მეთვალყურე ექიმი დაბადებიდან უყურებს ბავშვს, მათ შორის მის განვითარებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, მენტალურ განვითარებასაც ეს არ ხდება თუნდაც პირველადი შეფასება არ უნდა ხდებოდეს 3 წლის ასაკში ან 6 წლის ასაკში და 5 წლის ასაკში, ხო? ეს პრობლემები მეტნაკლებად უკვე მეთვალყურე ექიმისთვის მოულოდნელი არ იქნება. ეს დიდი ხნით ადრე იგეგმება ხოლმე. ცხადია, ამაში მე ვთვლი, რომ გვაქვს პრობლემები, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია მშობელს, ამას ცალკე თქვენ ეგ მოგეხსენებათ ძალიან კარგად, რომ ამას ცალკე მეცადინეობა ჭირდება ექიმებისთვის და კომუნიკაციის უნარები და ეთიკა, კი ბატონო. ეთიკის საკითხები, კომუნიკაციის უნარები, რატომღაც ჩვენთან განიხილება, რომ ექიმს ეთიკა არ ჭირდება, ან რა ვიცი, ნებისმიერი პირდაპირ შეიძლება რომ აჯახო რაღაცა ინფორმაცია, ხო? ეს არ უნდა იყოს მხოლოდ შინაგან პერსონალურ მახასიათებებზე მხოლოდ ექიმის დამოკიდებული, ეს უნდა იყოს აუცილებელი ამისი ტრენირება, იმიტომ რომ დიახ, ყველამ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ, ნებისმიერი მშობლისთვის ძალიან სტრესულია, როცა გეუბნებია, რომ ყველაზე საყვარელ არსებას რაღაცა პრობლემა აქვს, ხო? ამის მიწოდებას ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრესული ტექნიკა, კი ბატონო. ცუდი ამბის შეტყობინების ტექნიკა, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ამისი მიწოდებას ჭირდება ტრენირება. და ცოტა გადაუხვიე ეხა თემას, მაგრამ მნიშვნელოვანია. ხო, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სულ მაწუხებს განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლებში არის მნიშვნელოვანი პრობლემა, შეიძლება დროის თვალსაზრისით, შეიძლება ტრენინგი გვაკლია, მაგრამ არსებობს ეს პრობლემა, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია, მათ შორის მენტალური ჯანმრთელობის შესახებ.
ჯერ ერთი იქამდეც უნდა ხდებოდეს მეტნაკლებად დაბადებიდან შემზადებაც და ჯერ შეფასება უნდა ხდებოდეს ბავშვის განვითარების. როგორც უკვე აღნიშნეთ, მეტნაკლებად რთული პრობლემების ან რთული ჩამორჩენების შემთხვევაში მშობელიც ატყობს და ექიმიც ატყობს. მაგრამ როდესაც არის მინიმალური შეფერხება, ამ მინიმალური შეფერხების აღმოჩენა არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩარევის ეფექტურობა არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, პირველი ის არის, რომ უნდა ხდებოდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლებში შეფასება განვითარების და ამისთვის არსებობს მსოფლიო სტანდარტები, რა ასაკში სავალდებულო არის, რომ ბავშვი შეფასდეს. ბავშვის განვითარების შეფასება რომ მოხდეს, შემდეგ უკვე აუტიზმის სკრინინგის შეფასება მოხდეს. ამისი სტანდარტი არსებობს და შესაბამის ასაკში სავალდებულოა რომ ყველა ბავშვს უტარდებოდეს და ცოდნის შემთხვევაში ძალიან ფრთხილად ხანდახან არის ხოლმე რომ რამოდენიმე ვიზიტზე ვანაწილებ როგორ შევთავაზო რომ დახმარება ჭირდება, რომ შეფასება ჭირდება. ამას ტაქტი ჭირდება, ამას გამოცდილება ჭირდება და ცოდნა ჭირდება და პრაქტიკულად ბაღის ასაკამდე და სკოლის ასაკამდე მით უმეტეს ყოველთვის უკვე უნდა ინფორმირებული იყოს მშობელი რომ პრობლემაა. იცით რა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, მე მიყვარს ხოლმე თქვენთან ესეთ თემებზე საუბარი, ყოველთვის ისედაც ცხოვრებაშიც ესია და პაციენტთან მით უმეტეს მხოლოდ პრობლემის შეთავაზება არ უნდა ხდებოდეს, ხო? ეს თქვენგან მისწავლია ეგეთი რაღაცები. პრობლემას უნდა აუცილებლად მოყვებოდეს გამოსავალი, რომელსაც მშობელს ვაჩვენებთ. და როდესაც გამოსავალს ეუბნები ადამიანს, მაშინ პრობლემაც უფრო მსუბუქად განიხილება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქცია ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ის რომ მუდმივად მონიტორირება ჭირდება ბავშვის ჯანმრთელობასაც და მათ შორის მენტალურ ჯანმრთელობასაც, ეს აუცილებელია და შემდეგ უკვე ფაქტის წინაშე დაყენება კი არა, ნელ-ნელა უკვე გასაგებია, რომ ბავშვი წასვლის წინ ან სკოლაში წასვლის წინ უკვე მშობელი მზად არის, რომ პრობლემური არის თუ არა. ცხადია შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როცა უშუალოდ ვდგებით. სხვათა შორის კანონის მიხედვით ყოველთვის ითხოვენ ხოლმე ფორმასის მიტანას, ესე ვთქვათ, სკოლაში ან ბაღში, ოღონდ ცოტა ფორმალური სახე აქვს ჩემს. კი, ამიტომ ვთქვი, ჯანმრთელობის ცნობა არის, მაგრამ სრულიად ფორმალური სახე აქვს. მეც გამიკეთებია შედარებით ფორმალურად მაგალითად შეფასება. თუმცა ეს ყოფილა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მეთვალყურებ, როცა ეს ჩემი პაციენტია და როცა მე მისი ისტორია აბსოლუტურად სრულად მახსოვს. არასოდეს როცა პირველ შეხვედრის დროს მთხოვენ რომ შეფასება გავაკეთო ან ფორმასი გავცება ის მაშინ უკვე სიგრმისეულად. მაშინ უკვე უნდა აუცილებლად ეს მაინც შეიძლება რომ გავითვალისწინოთ რომ როცა ეს პაციენტი არ არის ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ, მე არ ვიცი მისი ისტორიის სრული დეტალები, მაგ შემთხვევაში სრული შეფასებით უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით. პირველი ნაბიჯი ყოველ შემთხვევაში და მარტივი ნაბიჯი ეს არის, იმიტომ რომ ყველა ნამდვილად სასწავლო დაწესებულება ითხოვს ხოლმე სამედიცინო დოკუმენტს. ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ მგონი ხა ძალიან სერიოზულ თემას შევეხეთ, ეს არის ერთის მხრივ ვალდებულება, იმიტომ რომ ეს პრინციპში მანდატორული უნდა იყოს განსაკუთრებით ოჯახის ექიმის ანუ ოჯახის პედიატრებისთვის, რომ მეთვალყურეობას უწევდეს თავის უბანზე რეგისტრირებულ. მე რომც არ მივაკითხო მას, შეიძლება მე ვარ მშობელი, რომელსაც ბევრი რამ არ მესმის, არ ვიცი და ასე შემდეგ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს სუპერვიზიის მომენტი და ჩემს საღრიცხვაზე მყოფი, იმიტომ რომ მე მიმუშავია ჩემი კარიერის დასაწყისში უბნის თერაპევტად იმ დაქცეულ 90-იანებში და სხვათა შორის სულ მე ამაყება, რომ მაშინ ჩემთვის ბევრი არავის უსწავლებია და ჩემით მქონდა სიები ქრონიკული პაციენტებს, ნახა მე მოზრდილთა პოლიკლინიკაში ვიყავი, მაშინ ასე ერქვა, მაგრამ ბავშვთაში მით უმეტეს ეს ასე უნდა იყოს და თავადაც უნდა მოიწვიონ, როგორც აი 10-რაზე თუ არ მოვიდა ხო ვურეკავთ და ვიწევთ. ალბათ შეფასებისთვისაც და მე მიხარია თქვენ აქცენტეთ, ესე იგი საერთაშორისო სტანდარტი არსებობს შეფასების, გარკვეული ფორმები არსებობს და ეს უნდა იყოს ალბათ მანდატორული. თუ ეს არაა გაკეთებული, ანუ მე გადავდივარ უკვე ექიმების მოვალეობაზე, მარტო მშობლების მოვალეობაზე რო არ ვისაუბროთ, თუ ეს არ არის გაკეთებული, იმიტომ რომ მშობელმა არ მოიყვანა ბავშვი, გამოდის რომ ამისი რაღაცა აქტიური, ისე პასიური კი უნდა იყოს, აქტიური უნდა იყოს ეს ერთგვარი სკრინინგის შეფასება და ასე შემდეგ. მაგრამ მე მაინტერესებს, როგორი შეიძლება იყოს უკვე
როლი პედიატრის სასკოლო ან დაუშვათ ბაგაბაღის ექიმის იმ შემთხვევაში თუ მოვიდა ბავშვი შეფასებით და უწერია რომ აი ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემა გვაქვს იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ახლა ინკლუზიური პროგრამები ჩვენ არ გვაქვს რა თქმა უნდა სპეციალური დაწესებულებები რა ძალიან კარგია და ვფიქრობ ერთ-ერთი მიღწევაა ჩვენი თანამედროვე როგორც მედიცინის ისევე პოლიტიკის და აი ამ შემთხვევაში რამდენად არის მზად პედაგოგი რომ მე ხშირად წამიკითხავ სოციალურ ქსელშიც და ისედაც პირად საუბრებში რომ ჩემთვის ტრენინგი არავის არ ჩაუტარებია ჩემთან რომ მოდის ბავშვი დაუნის სინდრომით თუ აუტიზმით თუ ნეიროგანვითარების შეფერხებით და ჯგუფში მიზის ასეთი და იქცევა განსხვავებულად მე როგორ უნდა მოვიქცე ეს თემაც მაინტერესებს ანუ ეგრეთ წოდებული შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთან პედაგოგის და სასკოლო ან ბაგაბაღის ექიმის როლი ესე იგი სერიოზულ პრობლემას მივადექით ჩვენ. ძალიან. ჯერ მინდა ვთქვა ერთი აი იქამდე რგოლში, როდესაც ვთქვათ მშობელს არ მიყავს პედიატრთან. ერთია რომ ვთქვათ მოდით ვაღიაროთ პირველადი ჯანდაცვის რგოლში ექიმების მხრიდანაც არის ამ შეფასებების პრობლემა. მეორე მაგალითად არ მიყავს მშობელს, ხო? აქ აუცილებლად არ მინდა გამომრჩეს სახელმწიფოს როლი. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფო სერვისები ზრუნავენ იმისთვის, რომ ბავშვი არ დაზარალდეს მშობლის სხვადასხვა მოტივით არ მიყვანის გამო რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, ხო? ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის სოციალური სამსახურები ზრუნავენ, რომ არ იყოს ეს მშობლის ნებაზე დამოკიდებული და ბავშვი სრულწლოვნობამდე უნდა იყოს დაცული სახელმწიფოს მხრიდან და ეს მნიშვნელოვანია, ხო? ეს კომპონენტიც ამ კომპონენტში მშობლის პასუხისგებლობას გარკვეულად აკონტროლებს სოციალური მუშაკის სამსახური. ეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ესეა, იმიტომ რომ ბავშვი არის არასრულწლოვანი, ბავშვი არ უნდა იყოს დაუცველი. არც ერთი მიზეზით, თუნდაც მშობლის მიზეზითაც არ უნდა იყოს დაუცველი. ცხადია, მე არ ვირიდებ პასუხისგებლობას, კიდევ ამბობ, რომ არც ექიმის მხრიდან არ უნდა იყოს დაუცველი და არ უნდა აკლდეს და ეს სერვისები გასაუმჯობესებელია, არც მშობლის მხრიდან. მე ძალიან ხშირად შემხვედრია კრიტიკულ სიტუაციებში, ვთქვათ, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, როცა მშობელს, რომლის დაუდევრობით ბავშვს ზიანი მიადგა, ხო, ძალიან სამწუხაროდ უთქვამს, რომ იცით რა, ეს შვილი ჩემია და თქვენ არ გეკითხებათ არავინ, მე ამას როგორ მოუვლი. ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ მიიღება ესეთი პასუხი. დაჟადობა. კი, დაჟადობა იმას შეუძლია გაუცნობიერებლად ან გაცნობიერებულად ამას ამბობდეს, ოღონდ სახელმწიფო არ უნდა იძლეოდეს ამის უფლებას. მე ვთვლი, რომ უკეთ უნდა მუშაობდეს ამ მხრივად სახელმწიფო. ეხლა რაც შეეხება განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის სანამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მივალთ, იქამდე ასევე უნდა ითქვას, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს ჯერ კიდევ მათ შორის პედაგოგების მხრივ, იცით რა, შეიცვალა დამოკიდებულებები ზოგადად ბავშვების აღზრდის სისტემებთან მიმართულებით და არ მიწყინოთ, ცხადია, ჩვენ ყავს უამრავი კარგი განათლების პედაგოგი, მაგრამ ამ მხრივ ჯერ კიდევ არის პრობლემა, როგორ მოვექცეთ ნორმალურ ბავშვს, ნორმალურ სიტუაციას, ნორმალურ ბავშვებს. ეს სტანდარტი სხვათა შორის ერთი პერიოდი შეიმუშავეს და სახელმწიფო ბაღებისთვის უფრო არის მეტნაკლებად დასტანდარტებული სხვათა შორის. თუმცა ამაშიც ბოლომდე არ არის ისეთი რეგულაცია და გაკონტროლების მექანიზმები, ასე შემდეგ, ანუ ამ ხრივაც ბევრი ბავშვი წავს თითო ჯგუფში და ცოტა პრობლემებში ეგეც შედის, რა თქმა უნდა. ერთხელ რაღაცა გადაცემაში მკითხეს, რომ თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დავიცვათ რაღაცა პირობები ბავშვში. და იქ პასუხიც ეგეთი იყო ჩემგან და დღემდე ესე ვფიქრობ, რომ მე ვთხარი იქ სადაც ორ აღმზრდელზე მოდის 40 ბავშვი, იქ მხოლოდ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ფიზიკური უსაფრთხოება მაინც დავიცვათ, ხო? იქ სტანდარტს ვერ დაიცავთ. უბრალოდ ხელი არ გეყოფათ, მე რო დამიტოვოთ 5 ბავშვი ერთად 1 საათში ჭუიდან გადავალ, ხო? ანუ ეს შეუძლებელია, რომ აქ მაღალ სტანდარტზე ვისაუბროთ, შეიძლება ვისაუბროთ მინიმალურ სტანდარტზე და ჩემი აზრით ფიზიკური უსაფრთხოების დაცვაზე, ხო? წარმოგიდგენიათ 40 ბაზისური და მთავარია. კი, ფიზიკური უსაფრთხოებით იწყება, ახლა თუ სადღაციდან ჩამოვარდა და ტრავმა დაემართა, იქ აღარ არის მეტი აღარაფერზე ლაპარაკი.
ლაპარაკი. მხოლოდ ესეთ პირობებში არის ლაპარაკი რომ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ, თუმცა დასტანდარტებული მეტნაკლებად სახელმწიფო ბაღებისთვის არის, ოღონდ აქ არის ჩვეულებრივ ნორმული განვითარების ბავშვებთან დაკავშირებითაც კიდევ ტრენინგების გაგრძელება ჩემი აზრით საჭიროა. სწორად გამიგეთ ქალბატონო ეკა, მე არავის ჭკუას არ ვარიგებ, ჩვენ უბრალოდ ჩამონათვალს ვაკეთებთ. კიდე გეუბნებით, მე არასოდეს არ მიჭირს იმ პრობლემებზე საუბარი, რაც ექიმებსაც გვაქვს და შესაბამისად ვაძლევ თავს უფლებას, იმიტომაც საუბრობთ, რომ ყველამ ერთად შევძლოთ რაღაცა გამოსავალი გამოვნახოთ. ეს პირველი, მეორე, მაგალითად მე ვარ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების არსებობს მშობელთა და ექიმების ასოციაცია და ამ ასოციაციის დამფუძნებელი ექიმი ერთ-ერთი და ძალიან მეგობარი ექიმი. და ნამდვილად თვითონ მშობლების მხრიდან მოდის ძალიან ბევრი ინიციატივა, ძალიან ბევრი ტრენინგი და ვფიქრობ, რომ ამ ხრივ რაღაცნაირად სხვა ჯგუფებმაც უნდა გააქტიურონ ეს სერვისები, ჩადიან რეგიონებში, ატარებენ, მათ შორის ექიმებს ატრენინგებენ და ყველა ჯერზე ცოტა უხერხული შეგრძნება მაქვს ხოლმე, როცა მშობლები ატრენინგებენ, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ხედავ და ცდილობენ, რომ აი ეს განათლება შეიტანონ. და არანაირი უხერხულობა მე მაგალითად რომ ვკითხო რაღაცა კონკრეტული თემები, არ მაქვს ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიცი ამ თემაზე. მე ვფიქრობ, რომ აქ ისევ არის სახელმწიფოს როლი, იმიტომ რომ მე და თქვენ ტრენინგს ვერ ჩავატარებთ კონკრეტულად როგორც ერთი ადამიანები, ხო, თორემ ცხადია რაღაცა მასთან კავშირში კი. ეს არის ისევ სახელმწიფოს როლი, რომ პირველ რიგში სანამ განსჯით ვინმეს, პედაგოგს, ექიმს, სამედიცინო პერსონალს, მშობელს, მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ესეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ ვფიქრობ, რომ იმას შენ უნდა ასწავლო და მხოლოდ მას მერე შეიძლება რომ მას მოსთხოვო. ამიტომ ეს მასშტაბი საკმაოდ დიდია, ვის უნდა ვასწავლოთ. შესაბამისად, ესეც სახელმწიფოს ფუნქციაა, ხო? თუმცა სილაბუსებში რო იყო შეტანილი, ისევე სხვა შორის ამაზე სამედიცინო უნივერსიტეტის დონეზეც ვსაუბრობდით ჩვენ, რომ აუცილებლად უნდა იყოს ერთი მოდული მაინც ყოველთვის იგივე კომუნიკაციის უნარებში, კლინიკურ უნარებში თუ ბიოეთიკაში ერთი მოდული ყოველთვის უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს მოწყვლად პოპულაციასთან ჩვენი ურთიერთობა, დაუშვათ იგივე შშმ პირებთან, თუნდაც შეიძლება სულაც არ იყოს შშმ პირბრად განსხვავებული ქცევის და დაუშვათ ფსიქოლოგიური ფსიქოტიპზეა საუბარი და ასე შემდეგ, ხო? პრინციპში მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა ისწავლებოდეს აუცილებლად ბაღზელისთვისაც თუ სკოლისას რა მნიშვნელობა აქვს ხომ უმაღლესი დაამთავრა შესაბამისი მიმართულებით და ალბათ ეს კომპონენტი სილაბუსებში უნდა გაძლიერდეს და მერე არ უნდა უწევდეს. ნუ ტრენინგი შეიძლება უბრალოდ რაღაც სიახლე შეიტყო, თორემ მერე არ უნდა სწავლობდე ამას. ეს არის ერთი პრობლემა და აი დღეს კარგია რომ იდეაში ამაზე ვსაუბრობთ, რომ იქნებ რაღაც იდეის სახით ვიღაცას მივაწოდოთ და თუნდაც ერთმა პედაგოგიურმა, ასე ვთქვათ, ინსტიტუტმა, უნივერსიტეტმა თუ ფაკულტეტმა რომ შეიტანოს უკვე ან გააძლიეროს ეს კომპონენტი თავის სილაბუსში, შეიძლება ეს უკვე დაგხვდეს წინ, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ვთქვათ ძალიან დიდი საქმე გააკეთა განათლების სამინისტროში ინკლუზიური განვითარების სპეციალისტებმა. ნამდვილად გააკეთა ბევრი საქმე, თუმცა კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი. კი, თუმცა ეს ისევ არის იგივე უწყვეტი პროფესიული განათლების ფარგლებში გასაკეთებელი და მე ვფიქრობ, უფრო ადვილი იქნება, როდესაც ამას ინსტიტუტშივე, უნივერსიტეტშივე ისწავლის სტუდენტი, იმიტომ რომ ჯერ ერთი მე ვფიქრობ კარიერული განვითარებისთვის და პროფესიული ორიენტაციისთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩაბარა, მაგრამ არ იცის თავისი დარგის სირთულეები. არ იცის, როცა რეალობაში იმუშავებს, რა უნდა აკეთოს. და აუცილებელია იყოს პრაქტიკები საბავშვო ბაღებშიც, ბაგაშიც, თუნდაც დაწყებით კლასებში იმ პირველ-მეორე კურსელების, უფრო მეცაც ვიტყვი, უფროს კლასელებისაც, რომელიც აპირებენ ჩააბარონ, რომ იცოდნენ მერე რა დარგში უნდა იმუშაონ. ნუ ეს ერთი საკითხია, რომელიც ვფიქრობ, უბრალოდ საუბარს მოყვადა, მინდოდა მეხსენებინა, მაგრამ მოდით ახლა ჩვენ დავასრულოთ ეს ნაწილი მაინც უკვე იმ კომპონენტის ჩართვაც, რასაც ქვია სასკოლო მედპერსონალი. მე ვიტყვი რატო ეს მნიშვნელოვანი, რომ ნეიროგანვითარებას, მათთან კომუნიკაციის უნარების ცოდნას თავი რო გავანებოთ, ძალიან ბევრი მშობელი ამბობს, რომ აი ბაღში წავიყვან და იმის მერე დაეწყო გრიპი ვერ მოურჩინე, სურდო ვერ მოურჩინე, ხოლა ვერ მოურჩინე, დიარეა ვერ მოურჩინე, ნუ პარაზიტი აღმოუჩინე და ასე შემდეგ, მკვდარები და სხვა, როგორც იტყვიან ხოლმე. ანუ ეს პრობლემები ნამდვილად არის, წუხან მშობლები, იმიტომ რომ სხვისგან გადაედო.
მე ეს გარკვეულ სტიგმატიზაციას იწვევს, იმიტომ რომ განსაკუთრებით უფრო დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია ის ბავშვი, რომლისგანაც უფრო შეძლებული მშობლის შვილს გადაედო, ნუ მოკლედ აქ იქნება მთელი ბიოფსიქოსოციალური პრობლემების კომპლექსი. როგორ ფიქრობთ, აი რა არის საჭირო სულთა რეგულაციის დონეზე ჯერ და მერე უკვე ცოდნის დონეზე იმისთვის, რომ პრევენცია მოვახდინოთ და სიცხეენ თუ სურდოიენ თუ ყველით თუ რაღაცა პრობლემით ბავშვი ვერ მოხვდეს იმ დღეს მართლა და რა ქნას უნდა მაშინ მშობელმა მტრის მუშაობს და სამსახურში უნდა წავიდეს და ამის გამო ხშირად თუ იტყვის რომ ჩემ შვილს სიცხე აქვს და დღეს ვერ მოვდივარ, ხვალ შეიძლება სამსახური დაკარგოს. ამიტომ იმ მშობლისაც გვესმის, რატომ შეიძლება დამალოს. რა თქმა უნდა. ხო? და მერე გამოვლინდება ეს, როცა ბავშვი უკვე ბავშვი შეუძლოდ გახდა. ანუ აი აქ გვაქვს ცოტა რთული სიტუაცია. როგორ შეიძლება დავარეგულიროთ და მერე რა ცოდნა უნდა კონდეს სასკოლო პირველი ცოდნა ვფიქრობ არის რაც ასევე ექიმისგან უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომ საბავშვო ბაღში მიყვანა ბუნებრივად გულისხმობს, რომ ინფექციების რაოდენობა მოიმატებს. თქვენ რო თვლით ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მზად მშობელიო. ანუ ბუნებრივად იმიტომ უნდა იყოს, რომ ეს პროცესი არ არის შესაძლებელი, რომ სრულად დარეგულირდეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს გარემოში ჩვეულებრივად ბავშვმა უნდა გაიცნოს დაბადების შემდეგ როგორც ზრდასრულები, ანუ ნათესავები, დედა, მამა, დეიდები, ბებიები, ბაბუები და ყველა, ასევე მიკროორგანიზმები და ეს კონტაქტი გაცნობა როგორ ხდება? გამარჯობა. უნდა ხო, როგორც ხდება ზრდასრულის გაცნობა, ხო? უნდა პირადად შეხვდე, გამარჯობა უთხრა, ნუ ეხლა ონლაინაც ხდება, მაგრამ ჯერჯერობით ვირუსები ესე არ ვრცელდება. ანუ პირადი კონტაქტი გჭირდება და მერე რასაკეთებს ჩვენი ორგანიზმი იმახსოვრებს. ვიღაცები მოგწონს, ვიღაცები არ მოგწონს, ვიღაცებს საფრთხის შემცველად ვთვლით, ვიღაცები ჩვენიანია, ვიღაცები არ არის ჩვენიანი, ხო? ადამიანებს გულისხმობ. ზუსტად ესეთივე მექანიზმი არსებობს ვირუსებთან ურთიერთობაში და რატომ არის ეს ბაღთან დაკავშირებული? იმიტომ რომ როგორც კი რაოდენობა აი ამ მიკროორგანიზმების შეხება ამ მიკროორგანიზმებთან იზრდება დაავადების რიცხვიც. და ძალიან ხშირად ნამდვილად ბოლო დროის ეთერებში უკვე მომისმენია, რომ პედიატრები ამბობენ ამაზე, რომ 8-10 ვირუსული ინფექცია ნორმად განიხილება და ეს არ არის უბედურება, არ არის ტრაგედია თუ არ შევქმნით ამისგან უბედურებას. თუ მსუბუქად მიმდინარეობს დიახ, პატარა ასაკი, ანუ თქვენ ხომ იცით, რომ სისხლის ანალიზიც კი აბსოლუტურად სხვანაირი აქვს ბავშვს იმისთვის, რომ მისი ორგანიზმი ფიზიოლოგიურად 5 წლამდე ასაკის ბავშვის ორგანიზმი ფიზიოლოგიურად მზად არის იმისთვის, რომ გადაიტანოს ვირუსები და როგორც წესი გადააქვთ უფრო ადვილად, ვიდრე ზრდასრულებს. და ეს ნიშნავს, რომ ამის ხარჯზე უნდა გამოიმუშაოს იმუნიტეტი. ანუ ნაცნობობა უნდა შედგეს. და ნაცნობობის ხარჯზე ორგანიზმმა უნდა გადაწყვიტოს, რომ რომელიღაცა ვირუსი არის სასიცოცხლოდ მავნე და მის მიმართ სასიცოცხლო იმუნიტეტი გამოიმუშაოს, რომ დაინახავს თუ არა გვერდზე უნდა წავიდეს და იმასთან არ უნდა გაეკაროს და რომელიღაცა არ არის ისეთი მავნე, ანუ რომელიღაცა ვირუსები შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში რამოდენიმეჯერ გადავიტანოთ. ანუ პირველი აქედან არის ის, რომ არ არის დრამატული თუ გაურთულებელ ვირუსულ ინფექციებს საბავშვო ბაღში მიყვანის შემდეგ ბავშვი იწყებს ავადობას. მე მაგალითად ვაფრთხილებ ხოლმე ყველა ჩემ პაციენტს, ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში ვაფრთხილებ, რომ ნუ გაგიკვირდებათ. თუ გაქვთ იმისი სიტუაცია, რომ მიიყვანოთ და იავადოს თვეში ერთხელ, თვენახევარში ერთხელ, კი ბატონო მიიყვანეთ მაშინ და ამას ვერ ავწდებით მაინც. ეხლა არ მივიყვანთ, მერე მივიყვანთ, მერე დაიწყებ. ანუ ეს პირველი რაც უნდა ვიცოდეთ. ცხადია აქ არის გამონაკლისი, რომ თუ ყველა ვირუსი რთულდება რაღაცა ბაქტერიული ინფექციით, ეს არ განიხილება ნორმად, მაგრამ ფიზიოლოგიურია ის, რომ რაღაცა მომენტში უნდა გადაიტანოს ადამიანმა ვირუსული ინფექციები და რაღაცნაირად ამ ერთმანეთზე კი, ისწავლოს ბრძოლა, ამის ხარჯზე ხდება სწორედ იმუნიტეტი, ანუ მახსოვრობა მიკროორგანიზმებისა, ასე იყალიბებს ჩვენი ორგანიზმი. ამიტომ არ არის აუცილებელი ყოველთვის დამნაშავის ძებნა. აქეთ ამხარე, იქით ამხარე შეეძებს, იქით ამხარე, ანუ ბაღის დირექტორატი და პედაგოგები ამათ ამრალებენ, ესენი იმათ ამრალებენ. ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ რაღაცა რაოდენობით ეს ნორმაა და არავინ ამაში დამნაშავე არ არის, ამას ვერ აცდებით. თუ კოვიდის პერიოდს გავითვალისწინებთ, ერთადერთი არის საშუალება, რომ არ ვიავადოთ, რომ თუ გამოვიკეტებით სახლებში და მაშინ არც ერთი ვირუსული ინფექცია არ იყო კოლბაში ვერ გავსდით ჩვენ. კოლბაში ცხადია ვერ გავსდით, ეს არ არის კარგი. ანუ ეს არის პირველი. მეორე, ამ ცოდნის გათვალისწინებით უნდა იყოს მშობელი შეიარაღებული და ბაღის პერსონალიც. რატომ? იმიტომ რომ
იმის გამო რომ მშობელმა არ თქვას რა თქვენგან გადაედო, მაგალითად არ ხდება ბაღის სივრცეების განიავება. იმიტომ რომ გაცივდება ბავშვი, ხო? რაც სწორი არ არის. ანუ დავიწყოთ მინიმალურიდან. იქიდან რომ უნდა ლაგდებოდეს შესაბამისად, უნდა ვენტილირდებოდეს შესაბამისად და ზამთრის პერიოდი არანაირად არ გულისხმობს, რომ ფანჯრები არ გააღო და დახუთულ სივრცეში იყოს ეს 40 ბავშვი ერთ სივრცეში. და აქ როგორია მედპერსონალის როლი? იქნებ მედპერსონალი უფრო აქტიურად უნდა იყოს. ხო და ზოგადად მედპერსონალი ეგეც ხო პროტოკოლებია. ეგ ყველაფერი არის დაწერილი, ამას გამოგონება აბსოლუტურად არ ჭირდება. რამდენ როგორ უნდა განიავდეს, როგორ უნდა მოემზადოს, კიდე ერთი აბსოლუტურად გაწერილია, როდის შეიძლება ბავშვი შეუშვა ბაღში და როდის არ. მაგალითად, ამაზე ძალიან ბევრი ბრძოლა გადამიტანია, ასეც და პირიქითაც. ანუ მაინტერესებს. ანუ არის შემთხვევები კი ნამდვილად, რომ დამწევს მისცემს მშობელი და წაიყვანს, ანუ თუ მაღალი ცხელება აქვს, თვითონ ბავშვიც ცოდოა და რა თქმა უნდა გადამდებლობა ამ დროს არის მაღალი, ამიტომ ცხელებიანი ბავშვის მიყვანა თუ გამოუვალი სიტუაცია არ არის სწორი, არ არის და გამოუვალი სიტუაციაც რას გულისხმობს, ხო, ის დანარჩენი ბავშვები არაფერს არ აშავებენ თუ ვინმეს გამოუვალი სიტუაცია აქვს. გადამდებლობა მაღალი ცხელების შემთხვევაში არის ძალიან მაღალი და პირდაპირ რისკია. ოღონდ 24 საათი ცხელების არარსებობა უკვე ნიშნავს, რომ ბავშვი შეიძლება რომ წავიდეს ბაღში. მათ შორის გახანგრძლივებული ხველის შემთხვევაში ბავშვი გადამდებელი არ არის და შეიძლება წავიდეს ბაღში და ამასთან დაკავშირებით არის ბევრი ბრძოლა, რომ აი ახველებს და სხვა მშობლები მეუბნებიან, რომ აი იმ ბავშვს რატო ახველებს, ხო? მაგიტომ ვამბობ, რომ სტანდარტია საჭირო და ამ სტანდარტის მიხედვით ხელმძღვანელობა. იმიტომ არა რომ ვიღაცა მშობელი უკმაყოფილი ან კმაყოფილი. არსებობს სტანდარტი, რომ კიცებულებებზე დაფუძნებული. კიცებულებებზე დაფუძნებული. ეს არ არის ჩვენთვის განკუთვნილი მხოლოდ. ეს არის ნებისმიერი ქვეყანა ამას იყენებს. როდის შეიძლება გაშვება, ანუ ნებისმიერი მკურნალობის კურსის ქვემოთ ინფექციური ბავშვთა ინფექციების ქვეშ წერია, როდის აღარ არის გადამდებელი და მისი ჯანმრთელობისთვისაც და სხვისი ჯანმრთელობისთვისაც უსაფრთხო და როდის შეიძლება ის წავიდეს საერთო დაწესებულებაში. აი ეს მშობელმა რამდენად იცის, პედაგოგმა რამდენად იცის, აღზრდელმა და მაგას ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში ეკივი რამდენად მუშაობს. ერთმანეთს იმერულ ესკიზებში რომ ძალიან მიყვარს ესეა ბოლო მერხს ერთმანეთს რო თავში უტყაპუნებენ ბავშვები და ახლობით ესე უტყაპუნებს უმიზეზოდ ყველა ერთმანეთს. იმიტომ რომ არ არის ეს ამბავი დასტანდარტებული, ხო? სინამდვილეში და მარტივია რომ გავიხსნათ. ერთი გვერდია სულ, როდის შეიძლება რომ მივიდეთ, როდის არა და ეს უნდა პროტოკოლი უნდა დაიცვას დაწესებულებამ. და ნახო ჩაგეკითხებით, უბრალოდ მე დიდიაში ხო იცით, როცა ვარ თუ იდეები ჩდება და იმიტომ. მშობელთა კრებას ხო ატარებენ თავიდან რომ მიდიან და ესაუბრებიან. არ შეიძლება რომ როდესაც მე მოვიყვანე პირველად ბაგაში თუ ბაღში ბავშვი, მაშინ გარდა იმ მშობელთა კრებისა, რომელიც ჩამიტარა აღზრდელმა თუ პედაგოგმა, მაშინ რაღაც თუნდაც 15 წუთიანი შეხვედრა იყოს იმ ბაგის თუ სკოლის ექიმთან. რა თქმა უნდა. ოღონდ მან დაარიგდა რაღაცა ისინი დაარიგდეს რო იტყვიან საინფორმაციო მასალები. შესაბამისად იცით რა, ყველა მიმართულებას აქვს თავისი სპეციფიკა. ხო ჩვენ გონია რომ პედიატრი ხარ, შეიძლება იქაც იმუშაო, იქაც. ცხადია, როცა არის ბაღის პედიატრი ან სამედიცინო დაწესებულების პედიატრი, აუცილებლად მას სპეციფიკა უნდა იცოდეს რა არის გასაკეთებელი. პირველი ეს არის ეპიდემიოლოგია. ორგანიზებული ბავშვებისთვის უკვე გარკვეული. აქ არის მეორე პრობლემა. ანუ კიდე ერთი იქ ინფექციებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ამაზე მიდის ხოლმე ბევრი ჩხუბი. ოფიციალურად საქართველოს სახელმწიფო გაიდლაინში მაგალითად ფუნთრუშის მკურნალობის დროს განიხილება რომ მკურნალობის დაწყებიდან არ არის აუცილებელი 37 დღე სახლში იყოს ბავშვი. ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან 24 საათში ის აღარ არის გადამდებელი. კი ბატონო. მაქსიმუმ 48 საათი და ძალიან ბევრი შეხლა შემოხლა ამასთან დაკავშირებით რომ აი ქონდა ფუნთრუშა და 1-10 დღე არ მოიყვანოთ ბაღში. არ არის ეს სწორი, ხო? და კიდე გავნებით, იგივეა ჩუტყვავილის შემთხვევაში ეს საბჭოთა 21 დღე ეპიდემიოლოგია ხო ვერ ამოვაგდეთ ვერაფრით. არა და ჩვენივე უკვე დადასტურებულ სამინისტროს დადასტურებულ პროტოკოლებში გვიდევს რომელიღაცა ინფექციებზე, რომელიც მაინც არ სრულდება, ხო? ეს ერთი ნაწილი, როგორ უნდა მოხდეს ინფექციის კონტროლი და აძლიერებს სტიგმასაც და აძლიერებს სტიგმასაც, კიდე გავნებით არასწორ ქცევას, აქეთა მხრიდანაც და აქეთა მხრიდანაც, ხო? თუ ეს იქნება დასტანდარტებული, ვფიქრობ, რომ ნაკლები იქნება ერთმანეთთან სადაოც. არის პროტოკოლი და ამ პროტოკოლის მიხედვით შეიძლება რომ გადავა, იმიტომ რომ მე მის კიდე ერთხელ ამბობ სამუშაო ადგილზე და რომ ის
ასე ვთქვათ, პირობებზე შეიძლება ძალიან დიდი გავლენა. მე მქონდა გავლენა. ერთი კურიოზული სიტუაცია, ეხლა მოვყვები. დიდხანს ახველებდა ბავშვი და არაფრით არ იღებდნენ. ეს დედა მუშაობდა, არანაირად გადამდებლობა არ იყო, რაღაცა ყველა გახანგრძლივდა, უმტკივნეულო, გასინჯული, დანიშნული ყველაფერი. და ბოლოს შევთავაზე რომ მოდი მეთქი მე ბაღის დირექტორს დაველაპარაკებ. თქო და დაველაპარაკე ბაღის დირექტორს, რომელმაც გამლანძღა საშინლად, რომ მე ძალიან ვდარდობ ამ ბავშვზეო მითხრა და თქვენი არ ვიციო, მე არ მოუშვებ ბაღში სანამ ყველა არ ისე გამოვიდა რომ მე არ ვდარდობდი ამ ბავშვზე, ხო? ანუ ეს ხო სტერეოტიპია, მე დარწმუნებული ვარ რომ ის დარდობს. მე შევთანხმდით რომ იქნება ეს დარდი მე ჩამაბარო მეთქი და ბავშვი უბრალოდ დაწესებულება ჩვენ მიიღოთ. იმიტომ რომ მაგ დარდს მე გადავიბარებ თქო, ამის ჯანმრთელობაზე მე ვიზრუნებ სრული პასუხისმგებლობით. უწყებათა შორისი კომუნიკაციის პრობლემა გამოჩნდა აქ ძალიან სერიოზული. არის ძალიან სერიოზული და იქ ახლა არ უნდა დამავიწყდეს, მოკლედ ერთი ეს არის ეპიდემიოლოგიური ნაწილი. ეპიდემიოლოგიური ნაწილი და თქვენ იცით რომ მე ჩემი მეორე ლიცენზიით ვარ გადაუდებლის ექიმი. მეორე ნაწილი არანაკლებ მნიშვნელოვანი. ძალიან ეს შემდეგი კითხვა უნდა ყოფილიყო და ბარემ ვისაუბროთ. აუცილებლად უნდა იცოდეს გადაუდებელი დახმარება, აუცილებლად უნდა იცოდეს მედპერსონალმა, რომელიც არის ბაღში და სკოლაში. აუცილებლად. და პედაგოგმაც სხვათა შორის. პედაგოგმაც უნდა იცოდეს, არა მარტო მედპერსონალმა ზოგადად პირველადი დახმარების ტრენინგები ბევრ ადგილას არის საჭირო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც არის მედპერსონალზე თუ საუბრობთ, აუცილებლად პირველადი სწორი დახმარება უნდა იცოდეს პრეჰოსპიტალურამდე, უნდა იცოდეს, ხო? არ არის აუცილებელი. ანუ მათი მოვალეობა არ არის მხოლოდ სასწრაფოს გამოძახება არ უნდა იყოს, ხო? არ არის ეს ესეთი რთული, რომ პირველადი დახმარების პაკეტი დამიჯერეთ, შეიძლება ამისი სულ სამდღიანი ტრენინგით მოგვარება ნამდვილად. არ არის ეს შეუძლებელი თემა, რომ ადამიანს ასწავლო პირველადი დახმარება, რომელიც პრეჰოსპიტალურ დახმარებას გულისხმობს ბავშვებში და ამას სრული პასუხისმგებლობით. კი, შეიძლება რომ გადაარჩინოს, გადააზღვიოს, სუდი მართვისგან დააზღვიოს. ამიტომ რამოდენიმე პლასტი აქვს ამ სამედიცინო პერსონალს ბაღში და სკოლაში. გეთანხმები, ძალიან კარგი თემა შევაქეთ, იმიტომ რომ ერთი არის განსწავლის ვალდებულება, მშობლისაც, პედაგოგისაც. გარკვეული ხარისხით თვითონ აღსაზრდელებისაც მათი ასაკიდან გამომდინარე, თუნდაც ჰიგიენის წესებს როცა ვასწავლეთ ბაღებში, ბუნებრივია თავის სპეციფიკა აქვს ამას და როდის უკვე ვრთავთ ანუ თვითონ ბავშვსაც და სასკოლო პერიოდში ხო თავისთავად ცხადია რომ უნდა ისწავლებოდეს და მეორე არის ის რაც თქვენ ბრძანდეთ, იმიტომ რომ მე არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა, როდესაც მე თვითონ მაშინ ახალი შექმნილი მქონდა ოჯახი, ახალი დაბადებული იყო ჩემი უფროსი გოგონა და ძალიან რთულია, როდესაც აპირებ ბაღში მიიყვანო ბავშვი და უცებ იგებ რომ სადღაც რომელიღაც სხვა ბაღში იქვე იმავე უბანში ახლოს რაღაცის გადაცდენით ბავშვი დაიღუპა. ძალიან დიდი სტრესი იყო ეს მაშინ ჩემთვისაც, იმიტომ რომ მივხვდი სხვა ჩერცესის პერიოდი იყო, როდესაც არ იყო ექიმი. მე იყო პერიოდი, როცა ექთანი მაინც ყავდა და მე იყო თქვენცი დიდი ბრძოლის შემდეგ ისე აღდგა ეგ თემა, რომ აუცილებელი გახდა რომ ყველა სკოლა და მედპერსონალი. ანუ გადაუდებელი, რა თქმა უნდა, მიმდინარე და ბუნებრივია ეს განსწავლის როლი მეტნაკლებად მოუხაზეთ მედპერსონალის. მაგრამ ძალიან მინდა ჩვენ ასევე ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის აცრების საკითხი. ვინ უნდა აკონტროლებდეს ამას ოჯახის ექიმთან და მშობელთან ერთად, იმიტომ რომ დავუშვათ ასეთი სიტუაცია, როდესაც ყავს ზუსტად სუსტი, ხშირად მოავადე ბავშვები ჯგუფში, რომელთაც უბრალოდ უკუნა-ჩვენები აცრა სამედიცინო, ასე ვთქვათ, ჩვენებით. და ამათი დაცვის ამ ასეთი 20% შეიძლება იყოს, ხო, როგორც გამოთვლილია. ასეთი კონტინგენტის ზოგადად ბავშვებში იქნება თუ უფროსებში, მაგრამ ჩვენ ახლა უბრალოდ ამ კონტინგენტზე ვსაუბრობთ. დაცვის ერთადერთი სარწმუნო მეთოდი არის, როცა დანარჩენი პრაქტიკულად ჯანმრთელი მოსახლეობა იცრება. ხო? იმიტომ რომ ამაში რეზერვუარი არ არის, ის არ ავადდება და შესაბამისად არ გადაძდებს ამას იმას, ვინც სამწუხაროდ აცრით თავს ვერ დაიცავს. მაგრამ თუ შეხვდა ჩემგან მე შემხვდა დაუშვა წითელად წითურა, მე კაი იმუნიტეტი მაქვს, შვენურად გადავიტანე, მყარი იმუნიტეტიც დამრჩა და რო გავიზარდე, დაუშვათ გადატანილი მაქვს და ვარ თამამად და თავისუფლად. თუმცა წითელაზე არის ის, რომ მოზილა საკშიც გარკვეული ვადა აქვს და მე შეიძლება ისევ შეხვდეს. მაგრამ აქ საუბრობთ ახლა იმაზე, რომ თუ მე კარგად გადავიტანე, მეორემ შეიძლება ეს ვერ გადაიტანოს. და აცრილიც არ არის, იმიტომ რომ ქონდა უკუჩვენება. აი
ეს არის ტრაგედია, ეს არ ესმის ჩვენ მოსახლეობას, რომ ჩემი ნება, როგორც გვიბრძანეთ, ჩემი შვილია, მინდა ავწრი, მინდა არ ავწრი, ეს ანტივაქსერული ისინი გასაგებია, მაგრამ მათ არ იციან, რომ ისინი მარტო თავის შულს კი არ აყენებენ რისკის ქვეშ. არამედ ისინი აყენებენ რისკის ქვეშ მის მეგობარს, მის ჯგუფელს თუ მის კლასელს. აი აქ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა რეგულირება არსებობს, მანდატორული აცრა რას ნიშნავს, ავტონომია როგორ დავაბალანსოთ მშობლის და როგორ გავუფრთხილდეთ ბავშვებს, რომელნიც უბრალოდ ვერ აიცრებიან უკუჩვენების გამო. ხო, ესე ძალიან საინტერესო ამბავია. შეიძლება დავიწყოთ აქეთ ამ მხრიდან და შეიძლება აქეთ ამ მხრიდან. ანუ პირველი შეიძლება დავიწყოთ იქიდან, რომ რატომ გვინდა ჩვენ რომ ვიყოთ ევროპული ქვეყანა? ხო, მე ვიცი თქვენი ღირებულებათა სისტემა, ჩვენ ერთმანეთში ვთანხმდებით, იმიტომ რომ საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა. ჩემი ღრმა რწმენით და მარტო რწმენით არა, ნამდვილად ესეა, რომ საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა. არა მარტო ადამიანების მიმართ, ცხოველების მიმართ, ფრინველების მიმართ, მწერების მიმართ, რა ვიცი, ყველაფრის მიმართ. ამიტომ შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი საზოგადოება, სახელმწიფოს ჯერ ცოტა ხანი დავანებოთ, შემდგარი საზოგადოება თავისთავად კულტურული საზოგადოება ზრუნავს უმწეოებზე. ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი. რა თქმა უნდა, ეს თავისით არ ხდება. მე სოლიდარულია, მაგას ვამბობ, რომ საზოგადოება განვითარებული საზოგადოება. ნიშნავს, რომ სოლიდარულია ეს საზოგადოება. ასეა ცივილური, რა თქმა უნდა. მე ძალიან შორს ვარ სხვათა შორის იმ იდეისგან, არანაირად არ ვაპირებ, რომ ანუ ჩვენ არ ვართ არავისზე უფრო ნაკლები საზოგადოება. მე ვთვლი, რომ ესეც განათლების პრობლემასთან მიდის, ესეც ზოგადი დონის ამაღლებასთან მიდის, ხო? კარგი დონის, კარგი ფინანსური სისტემები უნდა, კარგი განათლების სისტემები უნდა, კარგი ჯანდაცვის სისტემები უნდა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი საზოგადოება ვართ, ოღონდ გვაკლია რაღაცა სტრუქტურები, კიდე გვაკლია პირველ რიგში კიდევ განათლება და ცხოვრების დონეც გვაკლია სხვათა შორის, ხო? ალბათ ეს პასუხისმგებლობის განსხვავების დიახ, ამიტომ საზოგადოების პასუხისმგებლობა არის აქ და ჩემი მთელი ცხოვრება ყოველ შემთხვევაში მიმართულია და ვიცი რომ თქვენიც რომ უფრო გავაკეთილშობილოთ ეს საზოგადოება. ჩემი თვითმიზანი არც ახლა პრობლემებზე საუბრით არ არის მორალისტობა. არანაირად არასოდეს არ გულისხმობ მორალის კითხვას რაღაცებს. ჩვენ ორივეს გონია რომ უნდა პრობლემები დავსვათ და ამ პრობლემების გზები ვნახოთ გადაჭრის, ხო? და პირველი მე ვფიქრობ, რომ ისიც რომ საზოგადოება არ არის შემდგარი, ასევე არის ბევრი პრობლემის შედეგი. და პირველი ვფიქრობ, რომ საზოგადოება არ არის შესაბამისად განწყობილი და ეს პრობლემაა. მეორე, როდესაც არ არის რატო ვამბობ იცით რომ გონია რომ ყველაზე კარგი დონე ეს არის რომ თვითონ საზოგადოება არის კონსოლიდირებული, კეთილშობილი, კარგად განწყობილი ნებისმიერი პრობლემის მქონე ადამიანის მიმართ. როდესაც საზოგადოება არ არის ესეთ დონეზე განვითარებული, ვფიქრობ რომ სახელმწიფოს ვარია. როლი კი ბატონო იზრდება. ოღონდ უფრო მანდატორული ხდება და მე რა თქმა უნდა შეჯახება საზოგადოებასა და მანდატორულ დამოკიდებულებას შორის, რა თქმა უნდა ქმნის პრობლემებს. და ამ საზოგადოებას მე განცდა აქვს რომ რაღაცას მაძალებენ. რა უნდა იყოს აქეთ, ანუ მეორე დონე ეს არის სახელმწიფო, რომელიც მანდატორულად უნდა იცავდეს მათ შორის პირველ რიგში იმ მოწყვლად პოპულაციას, რომელიც ვერ იცრება მაგალითად, ხო? შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, ეს არ არის ჩემი ნება, ესე მინდა თუ არა, ჩვენ ვალდებული ვართ იმის წინაშე, ვინც სუსტია. და კიდევ ამბობ, ეს არის კეთილშობილი საზოგადოების მახასიათებელი, რომ ვალდებულება არსებობს. თუ ნებაც არსებობს, უკეთესია. რა თქმა უნდა. სახელმწიფო არის შემდეგი და სახელმწიფო დიახ უნდა იყოს მანდატორული. ვინც როგორ არ უნდა გაიგოს, მანდატორული უნდა იყოს, როდესაც ეხება ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას. და მესამე რგოლი და მე თუ გინდათ გავშალოთ. მესამე რგოლი, მე ვფიქრობ, რომ ექიმების როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგალითად თავში ვისაუბრეთ ახსნასთან დაკავშირებით, მშობლის განათლებასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად არ მყავს არც ერთი პაციენტი და არ მეგულება არც ერთი დალაგებული ჭკუის, ესე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც სწორი ახსნის შემთხვევაში, იშვიათია ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ჩემს პრაქტიკაში პრაქტიკულად არ არის ესეთი, რომელსაც ვერ ვითანხმებ, როცა სწორად არის ახსნილი, რატო უნდა გააკეთოს ვაქცინაცია.
იცით რა, იმაზეც არ არის რომ სხვის მიმართ სოლიდარული იყოს. და რომ ვაქცინა არ გამოიწვევს რაღაც სხვა დაავადებას თვითონ. ძალიან ხშირად ყოფილა რომ მოდი ხანდახან ამ მხრიდან ხანდახან ამ მხრიდან ბოლოში ვეუბნები ხოლმე რომ იცი რა, მოდი ვივაჭროთ და დავთმოთ პირველ რიგში გავაკეთოთ ისინი რომელიც ბავშვის სიცოცხლეს მოსპობით ემუქრება. ხო და არ ვიცი ახლა თუ ამაზე არ გთანხმდება მშობელი უკვე პრობლემაა უფრო სერიოზული პრობლემაა ვიდრე აცრის არ გაკეთება ხო ანუ მე ვფიქრობ რომ გარდა სოციუმის სიმწიფის გარდა სახელმწიფოს ვალის აქ არის ასევე ექიმების როლი ძალიან მნიშვნელოვანი ცხადია აქაც არის აქეთ ამხარე ახლა ვთქვა იგივე ოჯახის ეკის რა ვაღიაროთ რომ ზოგჯერ თვითონ ურჩევს სამწუხაროდ პედიატრიის ეგ ძალიან სამწუხაროა ეგ ძალიან სამწუხაროა იმიტომ რომ ჩემი აზრით ჩამოსართმევი თემაა რომ მკითხოთ. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხომ გვინდა რომ მტკიცებულებაზე დაყრდნობილ მედიცინას მივდიოთ. თუ რაღაცა ღერც მივდევთ, ანუ მე და თქვენ თუ ვართ რაღაცა ღირებულებათა სისტემის ნაწილი, ხან ამის ნაწილი და ხან ამის ნაწილი ვერ ვიქნებით. მტკიცებულებაზე დაყრდნობილი მედიცინა გულისხმობს მის მიყოლას და მათ შორის ვაქცინაციის დადასტურებას. კიდევ ამბობ არსებობს ქვეყნები, რომელშიც ვაქცინაციის სქემა სხვადასხვანაირია და ჩვენ შეიძლება მინიმუმ ლოიალური სქემა მაინც შევთავაზოთ, ხო? არის ქვეყანა, სადაც მეტი ვაქცინა კეთდება, ოღონდ მშობელი უნდა იყოს ძალიან ზუსტად და სათანადოდ ინფორმირებული, რას რისკავს. და ცხადია, კიდევ ამბობ, არც მინდა მაგაზე საუბარი, როცა ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ექიმებზე ვსაუბრობთ, ოღონდ მომხრე ექიმებშიც უნდა აუცილებლად რაღაცნაირად დაინერგოს, როგორ უნდა აუხსნათ პაციენტს, რას ბრისკავთ აუცილებლობის შემთხვევაში, ხო? მე ძალიან ხშირად მომიყოლია მშობლებისთვის და მართლა გულწრფელად ესე ვფიქრობ, რომ მე მინახავს წითელას შემდგომი გართულებით მქონე პანენცეფალიტის მქონე პაციენტი რომელიც განწირულია და რომელსაც ვერაფერს ვერ უშვები, ეს ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩემი ექიმობის კოშმარიც არის. რა, მე ჩემთვის როგორც ექიმის დღემდე არ მინდა წარმოვიდგინო ესეთი ბავშვების არსებობა. და დიახ, ხანდახან მომიყოლია ეს ისტორიები, იმიტომ რომ რეალურად მივახედრო, როგორი საფრთხის წინაშე აყენებს საკუთარ შვილს. კი, და გარდა ამისა შეიძლება იყოს იატროგენული, იმიტომ რომ თუ შენ არ გააკეთე შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი როგორც თქვენ ბრძანებთ თელი სიცოცხლე შეიძლება დაგამახსოვდეს ეს შემთხვევა რომ თელი სიცოცხლე კი ანუ სხვადასხვა კუთხით შეიძლება ამასაც ალბათ ტრენინგი სჭირდება კიდევ ოღონდ შეიძლება მშობლებისთვის ახსნა აქ მეორე მხარეს იმას ვამბობ რომ არ ვამბობ ანტივაქსერ ექიმებს მეორე მხარეს იმას ვამბობ რომ იცით რა როცა ვთქვათ ოჯახის ექიმებთან ან იგივე პოლიკლინიკის ექიმებთან ხდება პაციენტი, რომელსაც ძიმე რეჟიმით მუშაობს, აქ ეგეც არის პრობლემა, ხო? როცა სულ 10 წუთი გაქვს თავი ბოლო პაციენტთან საკონტაქტოდ, იქ რთულია, მე მეტი დრო მაქვს იმისთვის, რომ ნელა ისტორია მოუყვე, რაღაცა მოუყვე, დატვირთული რეჟიმის პერიოდში. კი, ოღონდ ესეც პრობლემაა, რომ დატვირთული სამედიცინო რეჟიმის პირობებში, აქაც ექიმს ვერ მოთხოვ იმას, რომ სრული ინფორმირება გააკეთოს პაციენტის მშობლის, ოღონდ მე ვფიქრობ, რომ გარდა ზოგადად რაღაცა ღირებულებათა სისტემაზე შეთანხმების გარდა სახელმწიფოს მანდატორული ფუნქციის მე მოგიყევით ეს შემთხვევა როცა ფინეთის მოქალაქე ჩემი პაციენტი არ გამოუშვა ფინეთის ანუ ბავშვი არის ფინეთის მოქალაქე მამა არის ფინელი დედა არის ქართველი დაიბადა ფინეთში არის მოქალაქე ფინეთის და დედას უნდა წამოიყვანა ბავშვი მორთვემდე ასაკში და სახელმწიფომ საკუთარ მშობლებს არ მისცა უფლება ყველა ვაქცინაციის ჩატარებამდე რომ ჩაეყვანა ჩვენნაირი რისკის შემცველ ქვეყანაში. მათ უთხრეს, რომ ეს ბავშვი არის ჩვენი მოქალაქე და სანამ ის არ იქნება სრულად დაცული, დედას და მამას არ აქვს უფლება, რომ წაიყვანოს მომატებული რისკის მქონე ქვეყანაში. ხო? ეს არის სახელმწიფოს როლი. კიდე გეუბნებით, პატივს ვცემ ყველას ფუნქციას, მაგრამ ბავშვის უფლებები ჩემთვის არის პირველი. გეთანხმებით. მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგად მოვხაზეთ თითოეული რგოლის ფუნქცია და კარგად გავინაწილეთ დღეს აქ ჩვენ საუბარში, იმიტომ რომ მართლა ყველაფერს მარტო სახელმწიფოს ვერ მოსთხოვ, ყველას ჩვენი წილი პასუხისგებლობა გვაქვს საზოგადოებას, მშობლებს, მშობლობისთვისაც მზად უნდა იყო, რა თქმა უნდა, პედაგოგებს თუ სხვა. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის, ასე ვთქვათ, დროითი ლიმიტი არ გვაძლევს საშუალებას ყველაფერი. არ მოგწინდება ერთმანეთს. კი, რომ ყველაფერი ჩავშალოთ, მაგრამ მე მგონი
ძირითადი მესიჯები ჩვენს ასე ვთქვათ მაყურებელს გაუგზავნეთ, როგორ უნდა იყონ მზად ორგანიზებული ბავშვების მშობლები თუ პედაგოგები ამა თუ იმ პრობლემის თუნდაც ბოლოს და ბოლოს შემჩნევისთვის და თუ შეამჩნევენ და თვითონ ვერ გადაჭრიან, არსებობენ ხო პროფესიონალები და მათ უნდა მიმართონ. აი ეს რეფერალი მაინც რო დროზე მოხდეს და გადამისამართება, მაგრამ არ მინდა დავასრულოთ გადაცემა ისე, რომ ძალიან მოკლედ არ ავღნიშნოთ როლი სწორი კვებისა და ფიზიკური ვარჯიშის. რამდენად, იმიტომ რომ მე იდეაში მინდა რომ ეს იდეაც დავამუშავოთ, რამდენად არის შესაძლებელი რომ იგივე ეს მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის, სწრული მოტორიკის განვითარებისთვის, გონებრივი განვითარებისთვის და ასე შემდეგ სპეციალური მეთოდური რეკომენდაციები იყოს, რა სათამაშოები უნდა გქონდეს აუცილებლად ბაღს თუ სკოლას რა აუცილებლად დაუშვათ სტანდარტი უნდა გქონდეს მერქის თუ დაფის თუ დაშორების თუ ფიზიკური კულტურის გაკვეთილები როგორ უნდა ჩატარდეს, ცურვა დაუშვათ თუ სირბილი თუ რა ვიცი მე სხვა აქტივობები, ჰაიკინგები, ეგრეთ წოდებული ლაშქრობები და სხვა. ანუ ისევ იქამდე მივდივარ, შეიძლება არსებობდეს რაღაცა გარკვეული რეგულაცია, პროტოკოლი, აი ძალიან მოკლედ რომ მოუხაზოთ, რომელიც ბაგაბაღში თუ თუნდაც დაწყებით სკოლაში თუ მერე არა, დაავალდებულებს ამ დაწესებულებებს გარკვეული ტიპის კვების და გარკვეული ტიპის ფიზიკური აქტივობის უზრუნველყოფას. სანამ ბავშვი მათთან არის თორე ხარ მშობელს გასაგებია რომ გიждები თქვენთან საუბარზე, იმიტომ რომ ისე კარგად იცით ხოლმე არა მართლა რაღაცა ისე ბუნდოვნად რომ მიფიქრია, ისე ჩამოაკონკრეტებთ ხოლმე, გულწრფელად ვამბობ მაგას. იცით რა, პირველ რიგში შეიძლება რომ თქვათ ვიღაცები გაღიზიანდნენ კვების სტანდარტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ საქართველოს ხალხს უჭირს და კვების სტანდარტი არ არის უამრავი მშიერი ბავშვი ყავს ელემენტარულად. თუმცა აქ მეორე ძალიან ისე მნიშვნელოვანია რომ სკოლაში მაინც უნდა იყოს დასტანდარტებული კვება, ხო? თუ ჩვენ საუბრობთ რომ თქვათ სრულად სიღარიბეს ვერ აღმოფხვრით, ეჭვი მეპარება რომ ჩქარა არ შეიძლება ეს გაკეთდეს, მაგრამ მაინც თუ ჩვენ საუბრობთ რომ ამ წუთში არ არის შესაძლებელი რომ ყველა ბავშვს ერთბაშად საჭმელი ვაჭამოთ სახლებში. შესაძლებელია რა თქმა უნდა რომ ეს გაკეთდეს სკოლებში. არსებობს რაღაცა სტანდარტები, ვერ ვიტყვი რომ ეს კარგად რეგულირდება, ბაღებში არსებობს ეს სტანდარტები. იყო დიდი პროექტი, რომელსაც აკეთებდნენ ფსიქოლოგების ჯგუფები და ბაღების გაერთიანება. ბევრი წლის წინ იყო ეს და რაღაცა სტანდარტი არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა დააპდეითება მუდმივად საჭირო. ეს ერთი. მეორე, ცხადია ძალიან კარგი იდეა, მაგაზე ბევრს ვფიქრობ და შეიძლება რა თქმა უნდა რაღაცების გაკეთება ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით. მაგალითად ფიზიკურ აქტივობაზე იმისთვის რომ მოტორიკა გაუმჯობესდეს. აბსოლუტურად არ არის საჭირო მილიონიანი ინსტრუმენტები მინიმალური თამაშებით ან მინიმალური რაღაცისთვის ბავშვისთვის ყველაფერი შეიძლება სათამაშო იყოს და ყველაფერი შეიძლება გამოდგეს მისი განვითარებისთვის, ხო? ამიტომ დაგეგმვა არის მთავარი, ნება მთავარი, რომ კონდეს ვიღაცეებს ნება მთავარი. ხო, რა თამაშები უნდა ასე ვთქვათ შეასრულებინოს, ესეთი მეთოდური რეკომენდაცია ან რეკომენდაციები, კი ბატონო, თანაც ეხლა 21 საუკუნეში უამრავი ინფორმაცია, უბრალოდ და სტანდარტება უნდა, ნება უნდა, იმიტომ რომ ამის გაკეთება რთული არ არის, კიდევ ამბობ ამას, არ უნდა რაღაცა დიდი დანახარჯები. ბავშვის განვითარების სქემები არსებობს ყველა ასაკში და ისიც როგორ უნდა მოხდეს წახალისება და აი დასაწყისში ჩვენ რო ვახსენეთ რომ მინიმალური განვითარების შეფერხების აღმოჩენის დროს გაცილებით შთამბეჭდავია ხოლმე აი პატარა წაშველება თუნდაც ქცევის დარღვევების დროს ეს სხვა იმაზე გადავედი, მაგრამ მინიმალური მოტორიკის ან ნატიფი მოტორიკის დროს ვიყენებ თერაპიას ეს ჩვეულებრივი განვითარების ბავშვებში გადასარევია და ეს სტანდარტების შეტანა ინკლუზიასაც ხელს შეუწყობს და ბავშვების უკეთ განვითარებას და მომზადებასაც ხელს შეუწყობს. ძალიან დიდი მადლობა, მე ვფიქრობ საინტერესო იდეამდე მივედით, მენანება რომ დამთავრდა ჩვენი გადაცემა, მაგრამ რომ შევაჯამოთ, ვფიქრობ ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ იქამდე, რომ შეექმნა სამუშაო ჯგუფი, მაგალითად პედიატრის, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგის, რეაბილიტოლოგის თუ სხვათა მონაწილეობით, რა თქმა უნდა, განათლების სისტემითანაც და ელემენტარულად პირველ ეტაპზე შეიძლება გაკეთდეს სწორედ აი იმ თამაშების ასაკობრივი და ნეიროგანვითარების გათვალისწინებით და ფიზიკური განვითარების გათვალისწინებით, იმ თამაშების თუ სპორტული აქტივობების და ვარჯიშების, რომელიც აუცილებელ, ასე ვთქვათ, სარეკომენდაციო ნუსხაში შევა და აუცილებლად უნდა კვირაში 3 ჯერ მაინც შესრულდეს ბაგაბაღი
ოჯახებში იქნება, ის სკოლებში იქნება თუ სხვაგან მე არ გულისხმობ ხა საბჭოთა პერიოდში რო იყო დილის გამოქვეყნება ვარჯიშს რო გავუკეთებინებდნენ ყველას ერთად და რაღაც არც პრივატობა იყო დაცული და არაფერი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში საერთოდ ფიზიკური კულტურის გაკვეთილების ამოგდება ზოგ სკოლაში და იგივე სპორტული წრეების არარსებობა და საერთოდ ამ კომპონენტის, ამიტომაც ქვია ფიზიკური კულტურა, რომ ესეც კულტურაა და ნაწილია ჩვენი ზოგადად კულტურული განვითარების. ამიტომ ვფიქრობ ძალიან დიდი მადლობა უნდა მოგახსენოთ დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს უბრალოდ მაინც მოვხაზეთ ძირითადი საკითხები, თუმცა სურვილის, როგორც თქვენ ბრძანეთ და კეთილინების შემთხვევაში, თითოეული ამ საკითხის უკვე ჩაშლა და პრობლემის გადაწყვეტის და კონკრეტული სამოქმედო გეგმის დადება, ვისაც ეს ევალება, ნამდვილად შესაძლებელია, ამიტომ ის გადამრჩენია ვთხოვო სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიონალებს, სახელმწიფოს და კერძო სექტორს ამ შემთხვევაში დადგნენ ერთად და მოახერხონ საკუთარ მომავალზე ჩვენს საუკეთესო ნაწილზე ჩვენი საზოგადოების ბავშვებზე ზრუნვა, ჯანმრთელ ბავშვებზე რა თქმა უნდა პირველ რიგში და მერე უკვე იმ პატარებზეც რომელთაც გარკვეული პრობლემები შეიძლება ახლა აქვთ, მაგრამ ინკლუზიური, სწორედ განათლების, ინკლუზიური პროგრამების საფუძველზე ისინი სრულფასოვან მოქალაქეებად უნდა ჩამოყალიბდნენ. ჯანმრთელობას უსურვებ თქვენს შვილებს და იმედოვნებ, რომ ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით თქვენ უფრო ლაღ და ბედნიერ ბავშვობას უსრულნელყოფთ მათთვის. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრა.